ახალი ელექტრონული სერვისის დანერგვით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვით შეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ავტორიზაციის გარეშე მარტივად მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა. როგორ ხდება მოქალაქის რეგისტრაცია დამოკიდებულ პირთა სიაში და რას გულისხმობს ეს პროცესი? ამ და სხვა თემებზე სასაუბროთ ჩვენი გადაცემის სტუმარია თინათინ კვატაშიძე, შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონო თინათინ, მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თემის დაინტერესებისთვის. მოგესალმებით ქალბატონო თინათინ, საუბარი დავიწყოთ სწორედ ამ თემით და საინტერესოა რას გულისხმობს აზარტულ თამაშებზე შეზღუდვის დაწესება და რაც თავარია, ვის ეხება აღნიშნული რეგულაცია. მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული უმნიშვნელოვანი სიცვლელებების შედეგად, რომელიც მიმართული არის ლუდომანიის წინააღმდეგ, აზარტულ და მომგებიანი თამაშობების რეგულაციები მკაცრ ჩარჩოში არის მოქცეული. ნებისმიერი სახით აზარტულ ან მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა შეზღუდული არის გარკვეული ჯგუფებისთვის. ესენი არის 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები, ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც შეყვანილნი არიან აკრძალულ პირთა და დამოკიდებულ პირთა სიაში. აკრძალულ პირთა სიაში კანონით ხვდებიან ის პირები, შემდეგი ჯგუფი. ესენი არიან სახელმწიფო და საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებულები, ეროვნული ბანკის და მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლები, ასევე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირები. ხოლო რაც შეეხება დამოკიდებულ პირთა სიას, აქ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებთაც აქვთ თამაშის დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება მათზე. სიაში მონაცემები შეიტანება როგორც მათი მომართვის საფუძველზე, ისე მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე. დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანას და რეესტრის წარმოებას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დიახ, ქალბატონო თინათინ, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრაცია მოქალაქის როგორ ხდება და უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ, რას გულისხმობს ეს პროცესი? ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი სურვილით შეზღუდოს თავისი მონაწილეობა აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. ამისათვის ის რეგისტრირდება ეგრეთ წოდებულ დამოკიდებულ პირთა სიაში, რომელიც გულისხმობს, რომ ის 5 წლის ვადით სრულად იზღუდება ნებისმიერი სახით აზარტულ თამაშობებისაგან, იქნება ეს ონლაინ სივრცე თუ ფიზიკური სივრცე. მონაცემების შეტანას რამდენიმე გზა არსებობს. ერთი არის ფიზიკური ვიზიტით შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში, როდესაც ოპერატორთან ხდება განცხადების წარდგენა, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული განცხადების წარმოდგენის გზით, თუმკი მას აქვს მომხმარებელი და პაროლი და ახალი ელექტრონული სერვისის მეშვეობით, ეს RSG-ის არედან, ამ შემთხვევაში მოქალაქეს სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტზე წვდომა და კამერიანი მოწყობილობა, იქნება ეს smartphone თუ კომპიუტერი. ამ ახალი ელექტრონული სერვისით რეგისტრაცია არის მარტივი, სწრაფი, შეუფერხებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ არ სჭირდება არც ოფისში მისვლა, არც განცხადების წარმოდგენა. პროცესი მოიცავს დისტანციურ იდენტიფიკაციას, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში 24/7 რეჟიმზე. რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს SMS სახით ეგზავნება შეტყობინება, დადასტურების შეტყობინება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ახალი სერვისი ხელმისაწვდომი არის მიმდინარე წლის 6 მაისიდან და უკვე დღეის მდგომარეობით დაახლოებით 130-მდე მოქალაქე მისარგებლა ამ სერვისით. კი ბატონო, მას შემდგომ რაც ეს მოქალაქე აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, დამოკიდებულ პირთა სიაში. საინტერესოა შემდგომ რა ხდება და რამდენად ეზღუდება და როგორ ეზღუდება მას დამოკიდებულება უკვე ისა მონაწილეობა უკვე აზარტულ თამაშებში. მონაცემები რეგისტრაციის შემდეგ, რაც როგორც კი ხდება მონაცემების მიღება, ესენი ავტომატურად ეგზავნება ყველა ლიცენზირებულ ონლაინ სათამაშო ოპერატორს, რომლებიც ვალდებულნი არიან ასეთი პირების წვდომა დაბლოკონ როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში აზარტული თამაშებებში მონაწილეობისაგან. სიაში რეგისტრაცია მონაცემების შეტანის შემდეგ შეზღუდვა ძალაში არის 5 წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლის განმავლობაში ეს შეზღუდვა რჩება უცვლელი. სიიდან ვადაზე ადრე ამოღება შესაძლებელი არის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, ან მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ აქ უკვე მონაცემების შეტანიდან მინიმუმ 3 წელი უნდა იყოს გასული.
რაც შეეხება თვითონ სათამაშო ობიექტებს, იქნება ეს სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი თუ აზარტული კლუბი და ნებისმიერი ონლაინ აკრძალული პირების წვდომა ავტომატურად იბლოკება. ფიზიკური სივრცის შემთხვევაში კი თუ მაინც მოხდება ისე რომ ეს აკრძალული პირი მოხვდება სათამაშო ობიექტში, ეს უკვე არის სამართალდარღვევა და იწვევს ნებართვის მქონე ოპერატორის დაჯარიმებას. აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ სამჯერ დაჯარიმების შემთხვევაში უკვე ამ კომპანიას ექმნება სერიოზული საფრთხე ნებართვის დაკარგვის მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მან შეიძლება საერთოდ დაკარგოს უფლება აწარმოოს აზარტული თამაშები. ანუ თავად კომპანიების ბუნებრივი არ ეცდებიან, რომ შეუშვან მსგავსი პირები და ყველას პირადობის მოწმობა გადაამოწმოს სავარაუდოდ. იდენტიფიკაცია როგორ ხდება ელექტრონული სისტემის მიერ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად დაცულია მოქალაქის პირადი ინფორმაცია. საქართველოს მოქალაქის ნებისმიერი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ეს ახალი ელექტრონული სერვისი იყენებს ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას. რას ნიშნავს ეს, რომ კამერის მეშვეობით ხდება სახის ამოცნობა, ამას ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამა და მონაცემების დადარებას სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პირს ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იქნება ეს ID ბარათი თუ საზღვარგარეთის პასპორტი. თუკი პროგრამა დარწმუნდება, რომ დამრეკავი ნამდვილად ის არის, ვისი სახელითაც ხდება დარეკვა, ის ამატებს სისტემაში. ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია არ არის საჯარო, ის არ გადაეცემა მესამე პირებს და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ კანონით განსაზღვრული სუბიექტების მიერ სპეციალურად ამ მიზნებისათვის. მონაცემების შენახვის სტანდარტი ძალიან მაღალია ჩვენთან, რომელიც შეესაბამება სრულად საქართველოს კანონმდებლობას და ასევე საერთაშორისო პრაქტიკებთან, მათ შორის GDPR-ის პრინციპებთან. კი ბატონო, ქალბატონ თინათინ ძალიან საინტერესოა სტატისტიკური მონაცემები. დღეს რამდენი პირია დარეგისტრირებული აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში და რამდენად მზარდი არის ეს სტატისტიკა? დღეის მდგომარეობით ჯამში დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებული არის 27,200-მდე ადამიანი. აქედან დაახლოებით 60-მდე არის რეგისტრირებული მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც გითხარით, ახალი ელექტრონული სერვისით 130-მდე დაემატა, ხოლო აი ეს ჯგუფი რაც ვისაუბრეთ, აკრძალული პირები, ისინი არიან დაახლოებით 1,600,000-მდე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, იმიტომ რომ სამწუხაროდ არიან ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ დამოკიდებული არიან აზარტულ თამაშებზე. თინათინ კვატაშიძე, შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ლატარიების აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტს განხორციელდა.